ფული არც კინოშია და არც თეატრში. დღეს ჩემი ხელფასით მათხოვრებში ვარ. წლების წინ ჩემი ხელფასით ვიყავი ღატაკებში, ახლა უკვე მათხოვრებში გადავედი. ძალიან მძიმე სიტყვები ეკუთვნის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობს ბატონ დავით დარჩიას. ბატონ დავით, მოგესალმები, მადლობა იმისთვის, რომ გვეწვიეთ ნიუსრუმში. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ამ სიტყვის მოსმენა. ჩვენ ადამიანები, როდესაც გიყურებთ თქვენ დიდ მსახიობებს ეკრანიდან, ხშირად ვერ დაუშვებთ ხოლმე, რომ ყოველთვის მომღივრები, ყოველთვის ასე მოწესრიგებულები შესაძლოა იგივე სოციალური ფონის ქვეშ იყოთ, რაც ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილია. რამ გადაგაწყვეტინათ პრესისთვის მიგეცათ ასეთი ინტერვიუ, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა? ხო, გამოხმაურება მოჰყვა, მართლა ცოტა მოულოდნელი იყო, სხვათა შორის არ მოვულოდე. ეხლა რა ხდება? ზოგადად მე პიროვნულად ემოციური ადამიანი ვარ. როგორც მე პროფესიით მსახიობი, ორმაგად ემოციური და იმ დღეს რაღაცა დილიდან ცოტა ისე ვიყავი და მიუში ანუ რასაც ნიშნავს და ეს ყველაფერი დაიწყო და მოყვა თქვენ სიტყვაში ბევრ ადამიანმა თავისი მდგომარეობაც იპოვა. ხო, მაგრამ საქმე ის არის, რომ აქ მართლა მივდივართ იმ პრობლემამდე, რაც აი დაფინანსებაა და რაღაცა მიხედვა ამ ჩემი მე როგორც ახლა ყველა პროფესიას პატივს ვცემ, მე ჩემი პროფესია და ჩემი მსახიობების სახელით ასე ვთქვათ, საუბრობ. კინო არ არის. სადაც თქვა მსახიობმა ფული ასე ვთქვათ გააკეთოს და შემოსავალი მიიღოს. მაშინ სანამ კინო იქნება, ან რაღაცნაირად მოვხედო, დაემატა, რაღაცა მოხდეს მსგავსი. ეხლა უყურე. მოგვარდა რაღაც პრობლემა მქონდა, მართალია, მოგვარდა ეს პრობლემა, ერთი 3 დღის უკან. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტა შეჩერდა ჩემი წასვლა. ეხლა მეორე პრობლემას უნდა მოგვარდეს და სავარაუდოდ ეგეც თუ მოგვარდა, იმას ნიშნავს, რომ საერთოდ შეჩერდა ამაზე ფიქრი. რატო? 9 აპრილიდან დაწყებული რას არ მოვესწარი ამ ქალაქში, თბილისში დავიბადე, გავიზარდე, 50 ცოტა პატარას არა ვარ. ჩემი საქმე, ჩემ ხალხს, ჩემს ქართველებს რომ მსახურები ამაზე მაგარ ემოციებს და ვერ ვნახულობ. და მიჩემნია ისევ აქ გავაგზავნოთ ჩემი კი, იყო ინტერვიუში ნათქვამი, რომ უშვებდით იმასაც, რომ დაგეტოვებინათ საქართველო, ხო? კი, ნუ რა თქმა უნდა, ეს რომ, მაგრამ ეხლა თუ დავაგდა და ვაგდებ, მაგრამ ეს იმას არ წყვეტს, რომ არ თქვათ არ მიხედოთ და რაღაცა კულტურაში რაღაც თანხა. კი ბატონო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს განმოსვლას ნახავენ თუნდაც, არ ვიცი, ბიზნესაც მიმართავდით თქვენ ინტერვიუში ხელისუფლებასაც, რამის მიმართა თუ გინდათ ჩვენ გადაცემის საშუალებით. ხო, ამინდა, არის ყველა სახელით. ჩემი შვილი მსახიობია. ჩემი ეხლა პირველ კურსზეა, ბატონ მოკლე კანთარია სტუდენტია, რომ მომდეს მას ამ ქვეყანაში მუშაობა და ქართველ ერისთვის გაკეთება საქმეს. არცაც წასვლა, ეს რა არის? ცოტა ფული დაუმატეთ ამ სფეროს. არ ვიმძახეთ ჩვენ ძალიან ბევრს არ ვედრებით ამერიკას, სხვა ის არის ცოტა და შესაძლებელია ეს. რამე თუ კულტურა და სფერო ქართველებს მე მგონი ყველაზე კარგად უგასწრავად, ყველაზე კარგად გამეთანხმებით. ნუ თქვენ ერთ-ერთი ხართ მათ შორის, ვინც წარმოადგენს ასე ვთქვათ ხელოვან ადამიანებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ კი თქვენ ასეთ რთული ფინანსური მდგომარეობის წინ დადექით, შეიძლება განვაზოგადოთ ეს სურათი ზოგადად თქვენი სფეროს წარმომადგენლებზე, როგორ ცხოვრობთ, როგორი არის საშუალო შემოსავალი ამ სფეროში და რას უმკლავდებიან რეალურად ის ადამიანები, რომლებსაც ხედავთ მუდმივად სპექტაკლებში, ფილმებში და ასე შემდეგ. ხო, ზოგიერთ მე სოციალურ ქსელში ატყდა ერთი ამბავი და იქ თქვა რაღაცები უარყოფითი ისინიც წამოვიდა რაღაცა და ისეთი შედარებები იყო თოხ ბარი აიღე აი რატო რაშოშია მე პროფესია მაქვს თორე კი არ მეკნინება იმის აღება და ხო და ამით ხო მინდა რომ ჩემი პროფესია და ჩემი გადმოვცერი რა ჩემი ძლია თქვა როგორ თუ არ შემიძლია რაც არ ვიცი იმას ხო ვერ გავაკეთებ და რაღაც თემებია მაგრამ აი ნუ რაღაცნაირად მიეხედოს უნდა ამ საქმეს. აი რას ხედავთ მთავარ მოსაგვარებელ პრობლემებს რომ განვაზოგადოთ, მარტო თქვენ რა არა, რა თქმა უნდა, უამრავ ადამიანს უჭირს, ანუ რამ განაპირობა თქვენი აზრით აი ამ სოციალური ყოფის გართულება? აი ჯერთ ამ დაწყებული ამ ომებმა და იმან ძალიან დაგვიწია ხო უკან სულ წავიდა ცოტა უკან, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ და ჩემი აზრია
ყველა რაღაცა გამოსავალი ჩვენ თავებში ჩვენ თუ არ დავეხმარეთ ქვეყანასაც რაღაც ამბავში არანაირი თავრობების შეცვლა გამოსვლა რაღაც არ უშველის რაღაცნაირად ყველა მოვინდომოთ რომ ეს ქვეყანა რაღაც ავაყვაოთ და დავამსგავსოთ მართლა რასაც ხო გვინდა ევროპა გვინდა ევროპის მივისწრაფით კი ბატონო და ემსგავსოს ევროპულ ქვეყანას აი ესეთ რაც სწორედ რა დაახლოებით ერთი კვირის წინ ივანიშვილის ინტერვიუ იყო რომელშიც მან ისაუბრა რომ უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი კინოწარმოება საუბარი იყო თუ არ ვცდები თეატრშიც გარკვეულ არცი ხო რამდენიც მსახიობები მიესალმება ყველა აბსოლუტურად დაწყებული რა ვიცი უხუცესებიდან დამთავრებული აი მოვიდოდი ხა თეატრიდან მოვიდოდა ახალგაზრდა მსახიობობა ჩვენგანაც ძალიან გთხოვთ რომ აი ესეც იგივე გზავნილი რომ ძალიან დაბალი ხელფასებით არის ბიჭები მუშაობენ მართლა და არ ვიცი რაღაცა ოჯახები ყავთ შვილები ყავთ აი რაღაცა არ ვითხოვთ კიდევ ამბობ როგორც ამერიკა როგორც რაღაცა მილიონებს და რაღაცა სადაც ესე უხდიან ჩემ პროფესიის ადამიანებს იმიტომ რომ მართლა რთული პროფესიაა და მაშინ მილიონებს არავინ არ გადაუხდიდა ეს არ იყოს ხომ თანხმებით რა არა ცოტა რომ აი მოვიდეს რომ ქართველი ერისთვის და ქართველი ხალხისთვის იმუშაოს და დადოს ყველაფერი რაც არის ჩემ პროფესიას კეთილი მე მინდა წარმატებები გისურვოთ და დარწმუნებული ვარ რომ უახლოს მომავალში ყოველ შემთხვევაში ვისურვებდი რომ შეიცვალოს ეს მდგომარეობა და ვთქვათ ღირსეული ანაზღაურება გქონდეთ იმ ადამიანებს რომლებიც კარგად აკეთებენ თავის საქმეს დიდი მადლობა სტუმრობისთვის